ეს არის მათი პატარა კაცის ბუნების გამოვლენა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. ორი რამ შეუძლიათ ძირითადად, ეს არის ჭორების გავრცელება და ჯგუფური შესევა ადამიანზე, ეს შეუძლიათ ეს გამოსდით. სახელმწიფოს მართვა არ შეუძლიათ, ადამიანებისთვის პრობლემების მოგვარება არ შეუძლიათ, პოლიტიკის კეთება არ შეუძლიათ, მეგობრების მოძებნა არ შეუძლიათ, მეგობრების მტრებად ქცევა შეუძლიათ, ცხადია და აი ამ როგორ გითხრათ, აი ამ სიძულვილის თესვით, აი ამ აგრესიის გავრცელებით, აი ამ ყველაფრით უნდათ საკუთარი უსაქმურობის, საკუთარი ქურდობის, იმიტომ რომ ძარცავენ ყოველდღე ჩვენ სამშობლოს და ხალხს, აი საკუთარი თაღლითობის, ის რაც ჩაატარეს ბოლოს არჩევნები რო ერქვა იმას საპარლამენტოს, აი იმ დროს ეს თაღლითობა, აი ამ ყველაფრის შეფუთვა და შენიღბვა უნდათ შემოგთავაზონ თავიანთი დღის წესრიგი, რომ ჩვენ აქ თურმე თავი უნდა ვიმართლოთ და ეს ხალხი ახლა პარლამენტში კომისიაში რო ხედან ხოლმე ესეთი სერიოზული სახეებით, ან ახლა კომენტარებს რო აკეთებენ ჩორჩანასთან დაკავშირებით, ვითომ ძალიან შეწუხებულები და პატრიოტები, ეს არის ხალხი, რომელსაც არათუ ქვეყნის მართვა, აი ხაშურის მუნიციპალიტეტშია ჩორჩანა. ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლების უმრავლესობაში არც გაზია და არც წყალი. უამრავი პროექტი გააკეთეს, რეაბილიტაცია ჩაატარეს, ფურცელზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არც გაზი აქვს, არც წყალი. აი ეს ჩორჩანა არის ხაშურის რაიონის ერთ-ერთი სოფელი. არის სოფელი ვაყა ხაშურის რაიონში 23 წლიდან ის ხალხი მშობლები აწყობდნენ აქციებს, იმიტომ რომ სკოლა უნდათ საკუთარი შვილებისთვის და სკოლის არათუ რეაბილიტაცია, ვერაფერი ვერ გააკეთეს, მეზობელ სოფელში დადიან ვაყას, სოფელი ვაყას ბავშვები. და ყველაზე საინტერესო არის იცით, აი ძლივს, აი ახლა მოიფიქრეს და აპირებენ დემონტაჟს იმ სკოლის. აი მას შემდეგ რაც მშობლებმა აქციები ატარეს. აი ამის გადაფარვა უნდა. ლანჩხუთს ყავს 2 მილიონერი დეპუტატი. იცით, ქალბატონი წილოსანი და ბატონი ჩიგოგიძე. წილოსანი რო ამბობთ ხოლმე, ხა ვეკვეთებიოთ როგორ შევაკვდებით სამშობლოსო ბევრს რო ლაპარაკობს. აი ვურჩევ რას ეკვეთოს, იცით? ერთი წლის წინ გახსოვთ იქ მეწყერი რო ჩამოვიდა ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილში არის ცხოვრობდა ძალიან კარგი კაცი და როსტომ გოგუაძე, ის 87 წლის არის ახლა. როსტომ გოგუაძე 87 წლის დადიოდა, მიაკითხა ვასილ ჩიგოგიძესაც, რომელმაც მისთვის ვერ მოიცალა. ითხოვს რომ მის სოფელში ჩამოსული მეწყერმა რო ჩამოიტანა ის მიწა, გაატანინონ, ბარით ვერ გაიტანს, თორე არ დაზარდებოდა. ტექნიკა სჭირდება, რომ ტექნიკა შევიდეს მის ეზოში და ის გაიტანოს იქ მეწყერის ჩამოტანილი ნაშალი და ვერ მიაღწია ამას. და სამაგიეროდ ალბათ ჩიგოგიძე ხო ბევრს ლაპარაკობს, რომ აი როგორი პატრიოტია და იცავენ თურმე ჩვენს სამშობლოს და პატრიოტები არიან. ქალბატონი წილოსანი ეკვეთება თურმე მტერს აქ, რომელიც საქართველოს დაპყრობას აპირებს. აი წავიდეს და ეკვეთოს აი იმ ჩამონაშალს ჩიგოგიძეც და ქალბატონი წილოსანიც 2 მილიონერი დეპუტატი ლანჩხუთიდან. აი ამას ვერ აკეთებს ეს ხალხი და ამიტომ რაღაცა ქმნიან თითქოს რაღაცა კუნთებზე იყურებიან, საკუთარი საზომი ზომავენ. თვითონ არიან შიშრები, გამყიდველები, ძალიან ბევრი აქვს ცუდი გაკეთებული და ხო იცით, ქურდს ქუდი ეწვის. იმდენი ცუდი აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, შეშინებულები, აი ახლა შეცდომაზე აქ უშვებენ. შეცდომაზე უშვებენ. შიში ზოგადად ძალიან ცუდი მრჩეველია, მინდა ბატონ ბიძინას უთხრა, ძალიან ცუდი მრჩეველია შიში. და აი ეს შიში, რომელსაც ერთადერთი მრჩეველი, რომელსაც თქვენ უსმენთ, არ მიგიყვანთ კარგ ადგილას. აი ეს არის რაც შემიძლია ვუთხრა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ასე შევაფასო. კი ბატონო, ქალბატონ სოფიო, აი როგორ ფიქრობთ, აი ეხლა რატომ აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რატომ გააქტიურეს ეს საკითხი? რა დიდი ხანია პრინციპში ქართული ოცნება ლაპარაკობს იგივე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით და ისრები არის სწორედ გახარიას მიმართულებით, თუმცა ბოლო კვირებში ვხედავთ, რომ აი უკვე თითქოს რაღაცა ოფიციოზი შემოიტანეს ამ ამბავში, გულისხმობ იგივე გამოკითხვების სერია, გომელაური დაიბარეს, კიდევ სხვა წარმომადგენლები დღეს
ვახიშვილსაც ელოდებიან, იქ 20 ივნისის საქმეც გააქტიურდა, აი რატომ, აი ეხლა აი ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ, როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, აი რა ხდება, თქვენი კოლეგები, ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი შანტაჟიც ივანიშვილის მხრიდან, შესაძლოა იყოს რაღაცა ვაჭრობაც, ან დაშინების მცდელობა გახარიას მიმართულებით რაღაცის სანაცვლოდ, იგივე იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არ მონაწილეობა, რაღაცა ამ მიმართულებით კავშირსაც ხედავენ თქვენი კოლეგები. აი თქვენ პერსონალურად რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, როდესაც არათუ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ და მჯერა ამის. როდესაც რეჟიმს ებრძვი, როდესაც შენი სამშობლოსთვის უკეთესი მომავლისთვის იბრძვი, როდესაც შენი ხალხისთვის, ვინც ძალიან ძვირფასია და ვისთან ერთადაც ქმნის სამშობლოს შენს წარმოდგენაში, რაც არის ჩემთვის სამშობლო, ხომ ჯერ ის ხალხია ვინც არის და რა თქმა უნდა მე მთები და ველები და რა თქმა უნდა ჩემი შავი ზღვა. აი, როდესაც აი ამ ბრძოლაში ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ დარწმუნებული იყო იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ. დარწმუნებული იყო და გჯეროდეს იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც მიიღებ. ეს არის ყველაზე მთავარი და არ მიაქციო ყურადღება ყოველ ძაღლს, რომელიც შემოგიღრენს. არ დაიხარჯო და დრო არ დახარჯო იმაზე, რომ რაღაცა ყოველ ძაღლს, რომელიც შემოგიღრენს, თქვა ესროლო. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩვენთვის არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა არჩევნებზე, რა თქმა უნდა ქუჩაში, რა თქმა უნდა პროტესტით, რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრების მეგობრების მოძიებით, რა თქმა უნდა ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ერთად იმ ადამიანებთან, რომლისთვისაც ეს ქვეყანა საქართველო არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რატომ აკეთებენ ისინი ამას. დარწმუნებული ვარ, ყველა მიზანი თუ მიზეზი თუ საბაბი, რატომაც ისინი ამას აკეთებენ, არის როგორ თქვენ აგრძნობებით მხოლოდ თავი გადაირჩინონ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ კიდევ უფრო მეტად გაყოლიფონ ეს ქვეყანა. სხვა საფუძველი მათ მოქმედებას არ აქვს. ბოღმა, რაღაცა ვიღაცების დაშლა, იმიტომ რომ იმდენ სიძულვილს აფრქვევს ეს ხალხი, იმდენ უკაცრავად ბოდიში, იმდენ აგრესიას აფრქვევს ეს ხალხი, რომ ეს ყველაფერი ამას ადასტურებს. ეს ამას ადასტურებს, რომ სხვა არაფრის შემოთავაზება საქართველოს ხალხისთვის მათ არ შეუძლიათ. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რატომ აკეთებენ ამას. ჩვენს ბრძოლაში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს გადაწყვეტილებებში. გახარია გიორგი, გახარია პარტიამ, გახარია საქართველოსთვის. ძალიან დიდი ხნის წინ თქვა, რომ არჩევნებისთვის ემზადება. ალო. გვესმის ქალბატონო. ეს ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით. არც დაგვიმალავს არასოდეს და იმას, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ ვითარებაში აუცილებლად, ეს იქნება აქციები, ეს იქნება არჩევნებზე გასვლა. იცით რა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ მათ დღის წესრიგს არ გავყვეთ. ჩვენი დღის წესრიგი შევინარჩუნოთ და ჩვენი ბატონო, აი რა არის თქვენი დღის წესრიგი მაშინ გადაწყვეტილებით ისე ვიაროთ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ისინი, ან კიდე რაღაცა სიტყვიან. ჩემი გვერდიდან ესე რომ შევაფასო, არა როგორც პოლიტიკოსმა, აი გვერდიდან ექსპერტი რომ აფასებდა, ვიტყოდი, რომ ქართული ოცნება იმ ნაღმზე აფეთქდა, რომელიც ჩვენ დაგვიდო, ჩვენს პარტიას დავიდო. იმიტომ რომ ყველაზე კარგად გამოჩნდა, იმიტომ რომ ეს ახალი ამბებია, ხო? იმიტომ რომ არქივი არ გამქრალა, ჩანს მათი ტყუილი განცხადებები, რას ამბობდნენ 1 წლის წინ, რას ამბობდნენ 3 წლის წინ, რას ამბობდნენ მაშინ. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს საქართველოს ხალხს, აჩვენებს მათ სახეს. და ეს არის ყველაფერი იმის გამო, რომ არიან ზუსტად იციან, სად რა შეცდომები დაუშვეს, სად რა გააფუჭეს, ეს იციან და ეს სიმძიმე უშლით მათ ხელს პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღონ. აი ეს ამას ვუყურებ ახლა რეალურად. კი ბატონო, ქალბატონ სოფიო, ჩვენ დღის წესრიგს უნდა დიახ, გესმით ჩემი ხმა? ქალბატონ სოფიო. ისმის უკაცრავად. ვეცდებით ჩვენ დავკავშირდეთ ქალბატონ სოფიოს, რომ გავაგრძელოთ მასთან ინტერვიუ. შეგახსენებთ, სოფიო ხურგუვანი, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი არის ჩვენთან ხაზზე.
ვეცდებით რომ კიდევ ერთხელ დავუკავშირდეთ ჩვენ სოფიო ხორგუანს საუბრობთ სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ხდება ბოლო კვირებში გიორგი გახარიასთან მიმართებით ესე იგი ორი ნაწილი ორი საქმე გააქტიურა ქართულმა ოცნებამ ერთი ჩორჩანას ეპიზოდი და ასევე 20 ივნისის საქმე რომელთან დაკავშირებითაც როგორც წულუკიანი ამბობს კითხვები აქვს გახარიასთან გესმით ქალბატონ სოფიო ჩემი შეკითხვა რომ დაგისვათ დიახ მესმის ბოდიში მესმის დიახ კი ბატონო აი თქვენ თქვით რომ ჩვენო ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთო და დიდად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება აი რა არის მაშინ თქვენი დღის წესრიგი ეს რომ ვუთხრათ მაყურებელს საზოგადოებას და თქვენ როგორ ხედავთ აი თქვენთვის სად გადის ივანიშვილის დამარცხების გზა და როდესაც ამბობთ რომ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით და ყველა არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას აი ყველაზე ახალი რომელიც არის რაც ვიცით თვითმმართველობის არჩევნები როგორი გზა არის თქვენთვის ესე დავსვამდი კითხვას ივანიშვილის დამარცხებისთვის ანუ აი რა შანსებს ხედავთ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლით მოდით მე ესე ვიტყვი ივანიშვილის დამარცხებაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს გამარჯვება ეს არ გადის ივანიშვილის დამარცხებაზე რა თქმა უნდა მაგრამ მის დამარცხებასთან ერთად ჩვენ გვჭირდება ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც ყველაზე მეტად, ყველაზე უკეთ მოულის ჩვენ სამშობლოს. ამიტომ ის ისე უნდა დავამარცხოთ, რომ საფუძველი შევქმნათ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენ სამშობლოს მოულის. ამას გულისხმობ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ და არაერთგზის უთქვამს ჩვენს პარტიას, რომ ჩვენ არა ვართ, ასე ვთქვათ, რევოლუციების მომხრე. მე მაგალითად ვარ მომხრე არჩევნები როგორც რევოლუცია. ჩვენ შეგვიძლია ამ არჩევნებზე, ნებისმიერ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერის გაყალბება შეიძლება. რა თქმა უნდა, რეჟიმი იმისა, რომ ტერორს გააგრძელებს, მაგრამ შენ ფიზიკის კანონითაც კი ასეა, რაც მეტად გიტევენ, შენ უფრო მეტად უწევ წინააღმდეგობას. აი ეს არის მოცემულობა და ეს უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დღესაც იმისთვის, რომ შედარებით უკეთესი, ანუ უფრო სამართლიანი პირობები იყოს. გამოგვივა ძალიან კარგი, არ გამოგვივა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. და ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ გვჭირდება, აი ხა ერთ-ერთი უკვე გაჟღერდა ჩვენი პარტიის მხრიდან ნეიტრალური ან პარტიულად დამოუკიდებელი ადამიანების შემოყვანა ამ ბრძოლაში. ალბათ თქვენს ხსენიათ ხშირად ძალიან ბევრი ამბობს, რომ ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში. ნეიტრალურ კანდიდატსაც საუბრობდა თქვენი გუნდი, ქალბატონ სოფიო. დიახ, ნეიტრალური და სწორედ აი ამის თქმამდან ნახეთ როგორი საინტერესო ამბავია. ხალხი გთხოვს, ხო, ხალხს უსმენთ, რომ ხალხს მოусმინეთო. ხშირად საუბრობენ, რომ ახალი ხალხი შემოვიყვანოთ. ძალიან ბევრს აქვს სკეპტიციზმი პარტიული ცხოვრებისადმი. არ არის იოლი ცხადია პარტიული ცხოვრება და აი თუ გვინდა რომ კარგი ხალხი შემოვიყვანოთ პოლიტიკაში, ეს არის ძალიან კარგი გზა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მივცემ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს, ნეიტრალურს, ხო, არა პარტიულს მაგალითად, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანოს ქალაქს, რაიონს, ქვეყანას, ხო? ასე არ არის, თავის სოფელს და მე ზემოთ. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია აი ამ არჩევნებით დავიწყოთ და მაშინ თუ შეთანხმება შედგება პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენ შეგვიძლია აი ესეთ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა შემოვიდნენ პოლიტიკაში უფრო თამამად, ვისაც დღეს ეშინია თუ რაღაც მაინც უხერხულად გრძნობს ან აქვს რაღაცა სკეპსისი პარტიულ ცხოვრებასთან დაკავშირებით. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი შესაძლებლობა, ხომ? იმათთან ჯიბრი ხომ არ არის მთავარი, იმათთან ჯიბრი, იმიტომ აქ რომ გვარი მომწონს თემა ხო არ არის. ნაცმოძრაობას რომ ვებრძოდ, იმიტომ კი არ ვებრძოდი რომ სააკაშვილის გვარი არ მომწონდა, იმიტომ რომ მართლობა არ მომწონდა, ხო? ამიტომ ჩვენ ხომ ისე უნდა ვიბრძოლოთ, ისეთი ქვეყნის შენება დავიწყოთ, რომელიც გჭირდება, საქართველოს ხალხს გჭირდება. და აი ასეთი გზით, ჭკუით, პრაგმატიზმით
დათმობით, უკან დახევით ხანდახან ერთმანეთში რაღაც დისკუსიით და რაღაცა კომპრომისების ზებნით. ეს ყველაზე რთულია კომპრომისების ზებნა. რა თქმა უნდა, ხა ბოიკოტს მე არ ვაკნინებ არავის, ვინც ამას საუბრობს, ეს მათი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ბოიკოტი იოლი გზა მგონია. იმიტომ რომ წავიდე ახლა შვებულებაში, ან კარგი რაღაცა გვერდიდან შევხედო, გამოვა რამე, არ გამოვა. არ ვიცი, მე არ მინდა არავის არ ვაკნინებ, აი ბოიკოტი ჩემთვის უფრო იოლი გზა არის. პარლამენტს რომ ბოიკოტი არ გამოუცხადეთ, ქალბატონ სოფიო, ეს იოლი გზა იყო? არა, ნახეთ, ნახეთ, პარლამენტ ბოიკოტი გამოუცხადე, იმიტომ რომ იქ არ შევდივარ, იმიტომ რომ ის არალეგიტიმურია. არალეგიტიმურია. და რატომ არის არალეგიტიმური? არჩევნები არის ბრძოლა. რატომ არის არალეგიტიმური? იმიტომ რომ მან გააყალბა არჩევნები, იმიტომ რომ მან თაღლითობით საქართველოს ხალხს გააყალბოს, ქალბატონ სოფიო. მე შემდეგ გამოუცხადებ და რომ ვერ გააყალბოს და მოდით ნახეთ და რომ ვერ გააყალბოს და რომ შევთანხმდეთ ვიბრძოლოთ მთელი ძალისხმევა აქეთკენ მივმართოთ რომ არ მივცეთ შესაძლებლობა აბა კომფორტი შევქმნათ ჩაატაროს იმან რაღაცა თავისი არჩევნები და ივლიან მერე ესე და იტყვენ ეს ჩემ თვითმმართველობის არჩევნები აი თავის სატელიტებს შეიყვანენ და აი რაღაცა ჩავატარე ჭკუაში როგორ უნდა მაჯობოს არა თან კომფორტი ხო არ არის ნახეთ აი ყვაში არ ვიცი ქალბატონ სოფიო მაგრამ რესურსებით ხომ შეიძლება გაჯობოთ იმაზე უფრო უარესი წინასაარჩევნო გარემო იქნება ეხლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიდრე იყო საპარლამენტოსთან დაკავშირებით იმიტომ რომ ვიცით საკანონმდებლო დონეზე მიღებული ცვლილებები იგივე თუნდაც საარჩევნო უბანზე დაკვირვების რაღაცა გაყალბების პრევენციის კუთხით არის ძალიან შეზღუდული და ეს არის ეს თავარი არგუმენტები რომელიც აქვს სწორედ ბოიკოტის მომხრეებს ხო აი თქვენ როდესაც დასვით ესეთი კითხვა აი რომ ვერ გააყალბოს აი გჯერათ ახლა ამის რომ ივანიშვილი ვერ მოახერხებს თვითმმართველობის არჩევნებში გაყალბებას თუ მოუნდა იცით რა დიახ მე არ მჯერა ივანიშვილის უძლეველობის დიახ მე მჯერა რომ სიმართლე იმარჯვებს მე მჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი ეს ნამდვილად ვიცი და ეხლა ნახეთ მამა თქვენ ხო ხედავთ ეხლა რაღაცა დისკომფორტი აქვს ქუჩაშიც კი ვერ დადიან არჩევნები არის საარჩევნო კამპანია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ლიდერები პარტიაში პარლამენტში ვინც არიან ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიან როგორ და ჩაატარონ ასეთმა შეშინებულმა ადამიანებმა საპარლამენტო საარჩევნო კამპანია რისი გამკეთებლები არიან როგორც მანამდე ივლიან რეგიონებში ივლის ივანიშვილი რაღაც სპეციალური შუშებით და ასე შემდეგ როდის იყვნენ დიდად ისინი ხალხში გაშლილები ქალბატონ სოფიო ეხლა რომ რაღაცა ამ კუთხით შეექმნათ პრობლემა კი, ეხლა კიდევ უფრო მეტად დამძიმებულია. შეცვლილია განსხვავებული ვითარება. 24 წლის არჩევნების წინ ხალხს იყო ხალხი, ვინც ვიცნობდი ფიზიკურად ესეთ ადამიანებს, ვინც ამბობდნენ, რომ აი ომისგან გვიცავს და აი მართლა მშვიდობის მოყვარულია და მართლა კეთილდღეობას მოგვიტანს, იმიტომ რომ იქნებ ახლა მაინც და აი ბოლო შანსს ვაძლევთ ქართულ ოცნებას. ქართულმა ოცნებამ თავისი მოძალადე სახე ძალიან კარგად აჩვენა და ჩვენ ვუყურებთ რომ სულ უფრო მეტად შეშინებულები არიან და აწუხებთ სანქციები რომლებიც იზრდება და არ იცვლება ვერავისთან დედამიწის ზურგზე ნორმალურთან წესიერთან რა ვიცი მოაზროვნესთან დაალაგებას ესენი ვერ ახერხებენ ხედავთ რომ მართ პარტნიორებს სადაც პარტნიორებს ეძებდნენ იმ ქვეყნებში პრობლემები აქვს და მაგათვის არავის ცხელა ამიტომ ის ქართული ოცნება რომელიც იყო 24 წელს და ქართული ოცნება რომელიც არის დღეს მიუხედავად იმისა რაც ჩაწერენ კანონებში და მიუხედავად იმისა რომ ისების კალანდარიშვილი ყავთ და მით კიდევ რაღაცებს ამკაცრებენ და კიდევ უფრო ზღუდავენ და რაღაც დამატებით ცვლილებებს აკეთებენ მიუხედავად ამისა ეს ქართული ოცნება არის დასუსტებული. იმიტომ რომ და ნახეთ აი ბოლო კვლევებიც აჩვენებს ძალიან მაგალითად აჩვენებს იმას რომ ქართული ოცნების მომხრეების ოდენობა იკლებს. ამიტომ თუ მაშინ ნახეთ მეორე ვერსია არის ესეთი რომ ვინც ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც ყველაფერს გააყალბებს, მაინც ყველაფერს ვისაც ამის ჯერა. აი ქართული ოცნების მომხრეებზე მეტად ნაცებს ჯერათ ამის მე მგონი. თუ ამას ვაკეთებ, მაშინ ესე იგი რა ვაჩუქეთ, ვუთმობთ მე არ ვაპირებ და ჩვენ არ ვაპირებთ დავუთმოთ ჩვენი სამშობლო ბიძინა ივანიშვილს. არ ვაპირებთ ამას. რატომ უნდა დავუთმოთ ჩვენი სამშობლო თვითმმართველობის არჩევნების იქით არ არის გზა ქალბატონ სოფიო რომ არ დავუთმოთ ივანიშვილს ეს არჩევნების ზოგადად ეს ქვეყანა?
ნახეთ, რევოლუციაზე გიპასუხეთ, ხო? ანუ არსებობს ორი გზა. ხელისუფლების ცვლილების კლასიკა. რევოლუციის რესურსს ვერ ხედავთ. და არა, ნახეთ, არსებობს არჩევნები და არსებობს რევოლუცია. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვარ მომხრე, როგორც არჩევნები, როგორც რევოლუცია. არც 2012 წლის არჩევნები იყო კლასიკური არჩევნები, ეს იყო საქართველოს ხალხის აჯანყება ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, თორე ოცნებაზე ვგიჟდებოდით და ამიტომ წავედით, ეგეთი თემა არ იყო. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ არჩევნებზე მოვაწყოთ რევოლუცია, არჩევნებზე მისვლით. ოღონდ რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენი პარტია ვერ გააკეთებს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენი პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. მე დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ზალისხმევას მივმართავთ კარგი სახელმწიფოს შენებისკენ, აი ესეთი პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის გარეშე, ან არ ვიცი, ხა რევოლუცია ძალადობრივი აქტია. ჩვენ შეგვიძლია აი ესე გავაკეთოთ რევოლუცია, არჩევნებით გავაკეთოთ რევოლუცია. და აქეთკენ რომ მიმართოთ ჩვენი ძალისხმევა, დარწმუნებული ვარ, შედეგი გვექნება. საქართველოს არც ბელორუსია არ არის, არც რუსეთი არ არის, არც ირანი და არც ჩრდილოეთ კორეა არ არის. არ გამოვა აქ იმ ქვეყნების ჩამოყალიბება. ძალიან მოკლე სოციალური კავშირები ამ ქვეყანაში და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებს ის ხალხი, ვინც დღეს რეჟიმს ემსახურება, ამას აუცილებლად გადამწყვეტ მომენტში გაიაზრებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. და აი ნახეთ ახლა კიდევ ახლა თქვენთან იყო ხო ახლა დღეს ახლა აჩვენებდით თანამდებობების პირებს ცვლიან. ესე ძალიან კარგი გაკვეთილია ამ თანამდებობების პირებისთვის, ვისაც ბევრი რამის შესრულება მოუწიათ, რომ რეჟიმი მათ ნებისმიერ დროს გასწირავს და არავინ არ იცის რას მოსთხოვენ ახლა მათ კიდევ. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა დაფიქრდეს ის ადამიანები, ვინც შეიძლება დღესაც კი რეჟიმს ემსახურებიან.